კლასიკური მუსიკა ბავშვებისათვის კონცეპტ არტი წარმოგიდგენთ პროექტს, რომელის ინიციატორები ახალგაზრდა თაობის მუსიკოსები არიან. აკოლადა ქვია მუსიკალურ წარმოდგენას, რომელიც ბავშვებს ხვალ პირველად უმასპინძლებს. კონცერტი ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიაში გაიმართება და ცხადია საავტორო ჯგუფმა მაესტრო ნიკოლოზ რაჭველსაც მიაკუთვნა თავისი როლი, თუმცა ჯერ ეს სიურპრიზად რჩება. გაჟღერდება ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების მიერ შექმნილი კლასიკური ნაწარმოებები, პროექტს გამოარჩევს სცენარი, კოსტიუმები, შოუს ელემენტები, რომელიც 5-დან 12 წლამდე ბავშვებზეა გათვლილი. პროექტის მიზანია მოზარდთა კომპლექსური და კრეატიული აზროვნების განვითარებას შეეწყოს ხელი. ჩემი ბავშვობის შთაბეჭდილება არის და ალბათ ჩემი თაობის, როდესაც ბატონი ჯანსუხახიძე აი დიდ ესეთი ლექცია კონცერტებს აკეთებდა ხოლმე. და მე ვფიქრობ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და რამდენი ხანია რომ ეს გვინდა მოდი აი რაღაც ბავშვებისთვის და ისეთი ამბავი მოხდა რომ ელენეს ჩვენ ახალგაზრდა მუსიკოს სტუდენტს ძალიან დიდი სურვილი გაუჩნდა და შეკრა ჯგუფი ესე ვთქვათ მუსიკოსების მე ძალიან მიყვარს იცით თქვენ ახალ თაობასთან მუშაობა და რა თქმა უნდა სიამოვნებით დავიწყე მათთან ერთად ამ პროექტის კეთება. კოსტიუმები სპეციალურად შეიკერა საღამოსთვის, დეკორაცია შეიქმნა. ძალიან ბევრი სიურპრიზიც იქნება აქ, რასაც აი მაგალითად არავინ არ იცის ნიკოლოზ რაჭველი რა სახით მიიღებს მონაწილეობას. ჩვენი მთავარი მსმენელი არის ბავშვები. ჩვენი მუსიკა ეძღვნება ბავშვებს, ჩვენი პროგრამა შეირჩა სპეციალურად ბავშვებისთვის, კოსტიუმებიც შეიკერა სპეციალურად ბავშვებისთვის. და ამბებსაც ვუყვებით ბავშვების ენაზე. მაგრამ მგონია რომ მშობლებიც ძალიან დაინტერესებულები იქნებიან ამ ყველაფრით, იმიტომ რომ აი მე მაგალითად დედა ჩემს რო ვაჩვენა. თვითონაც მოდის ბავშვის გარეშე, ამიტომ ვფიქრობ რომ ძალიან კარგი იქნება ყველაფერი. ჩვენ შევასრულებთ კლასიკურ მუსიკას, რომელიც არის პროგრამულად მოიცავს ქართულ კომპოზიტორებს და უცხოელ კომპოზიტორებს, მაგალითად მოცარტი, ყანჩელი, აზარაშვილი და სულხან ცინცაძე. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი დაეხმარება ახალ თაობას, რომ შეიძინონ სიყვარული კლასიკური მუსიკის მიმართ. იმიტომ რომ წლების განმავლობაში ყოველთვის აკლდება ინტერესი და თუ ჩვენი პროექტი მოეხმარება ახალ თაობას, რომ შეიყვარონ კლასიკური მუსიკა, ჩვენ ძალიან გაგვეხარდება და ჩვენი მიზანიც ეს არის. კვარტეტი შევასრულებთ ამ ნაწარმოებებს თავიდან ბოლომდე. ასევე იქნება ცოტათი თეატრალურიც ეს წარმოდგენა, რათა ბავშვებს უფრო სახარისოდ მივაწოდოთ კლასიკური მუსიკა. და მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის რომ კიდევ ახალი პროექტი გაკეთდა, იმიტომ რომ მე მაინც უმეცოტავება მოზარდებისთვის ჩვენს ბაზარზე ასეთი ტიპის ღონისძიებები და მახსენდება ჯანსუხ კახიძე ორკესტრთან ერთად გვიტარებდა ყოველთვიურად ასეთ გაკვეთილს და გვაცნობდა კლასიკური მუსიკის შესახებ ძალიან საინტერესო ინფორმაციებს. ამ მისი ორკესტრის მაგალითზე ვისწავლეთ, მახსოვს მე პატარა ვიყავი, აბონემენტი მქონდა და ყოველთვე დავდიოდი ამ ორკესტრის გაკვეთილებზე. არაერთი ვინც ახლა გვიყურებს, ალბათ გაიხსენებს ამას თავისი ბავშვობიდან. მართლა საოცარი გამოცდილება იყო. პირველად ორკესტრის, ცოცხალი ორკესტრის მაგალითზე ვისწავლეთ, რომელ ინსტრუმენტს რა ერქვა და როგორი ჟღერადობა ჰქონდა რა და რა სძენდა ეს თითოეული ინსტრუმენტი ნაწარმოებს და მე ვფიქრობ, აი ეს წამოწყება, ეს აკოლადა, რომელიც ახლა ბავშვებისთვის გაკეთდა და პირველი ღონისძიება აქვს შაბათს, ძალიან კარგ შესაძლებლობას მიცემს მშობლებს, რომ თავის შვილებში აღმოაჩინონ ინტერესი კლასიკური მუსიკის მიმართ, იმიტომ რომ მე როგორც მივხვდი, საკმაოდ ინტერაქციული იქნება ეს ესეთი საღამოები და მოკლედ ნახოთ ჩვენ მეც ვაპირებ წავიდე სხვათა შორის და ხედავთ იმისა პატარა არახალ კი არა და ბავშვი არახალ არა ბავშვი წავიყვან ძალიან ხაზგასმით მინდა ვთქვა რომ ის კლასიკური მუსიკა ბავშვებისათვის აი ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ მეც რაღაცა გარკვეულ პერიოდში ვიღებდი ამ პროექტში მონაწილეობას სადაც კლასიკური მუსიკასთან მქონდა შეხება და აი ბავშვები ხო როცა დირიჟორობდი ხო მაგრამ უბრალოდ ამით რომ მეთქვა იცი ახალ თაობას ან
პატარაებს კი არა და მოზარდებს დიდი ინტერესით ვერ გამოირჩეოდნენ რომ იქ მოსულიყვნენ და იქ მოდიოდა უფრო სხვა თაობის და სხვა ასაკის ადამიანები და თუმცა ეს იქნებოდა ძალიან კარგი პროექტი რომელიც შეაყვარებდა ახალგაზრდა თაობას ან მოზარდ თაობას კლასიკურ მუსიკას რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დასაფასებელი ახლა რაც ხდება და რაც შენ აღნიშნე ეს კიდე ჩემთვის უფრო ნაცნობია. ხო და ეს პროექტი რომ სწორედ ახალგაზრდა თაობის ინიციატივაა. და ეს კიდე უფრო მატერს მნიშვნელოვანია, დიდ ხო რომ ახალგაზრდებს უნდათ ბავშვებს უამბონ კლასიკურ მუსიკაზე მეტი. და